მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო. დღევანდელი ჩვენი ფილმის პერსონაჟია იაპონური სამხედრო მანქანის რომ იტყვიან ბოლო ამოახრა. თქვენს წინაშეა J7W შინდენ, რომლის სახელიც ქართულად ითარგმნება როგორც დაახლოებით დიდებული თუ ბრწყინვალე მეხი. ახლა სახელზე რო არ დავიტანჯოთ, მოდი ჩვენებურად რო გლეხურად დავარქვათ მეხი. სანამ თემას გავშლიდე, მინდა მოკლედ მოგიყვეთ იაპონიის სამხედრო სარდლობის ტაქტიკის შესახებ, უფრო ნათელი რო გახდეს ამ მანქანის დანიშნულება და შექმნის საჭიროებაც. როგორც მოგეხსენებათ, 30-იანი წლების იაპონია ერთი დიდი მილიტარისტული იმპერია იყო. მათი სახელმწიფო დოქტრინა იყო ტერიტორიული გაფართოება, სხვა ქვეყნების დაპყრობა, მათი რესურსების მიტაცება და საბოლოოდ თუ გაუვიდოდათ სრული ბატონობის მოპოვებაც, მთელ პლანეტაზე თუ არა აღმოსავლეთში მაინც. დღემდე მოიხსენიება იმ ეპოქის იმპერია როგორც მილიტარისტული ისტორიულ წყაროებში. მაშინდელი იმპერატორი ხიროხიტოს კურთხევით და ხელმძღვანელობით იაპონიამ დაიწყო ომების სერია აღმოსავლეთში. უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ბრძოლის ხელოვნება საკმაოდ კარგათაც აითვისეს, რის გამოც პრაქტიკულად მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე თითქმის ნახევარი აზიაც კი დაიპყრეს. მოედნან მთელ პოლინეზია, მელანეზიას წყნარ ოკეანეში. დაიპყრეს ასევე ჩინეთის დიდი ნაწილიც. მაგ მომენტისთვის აზიაში ყველაზე დალაგებული, განვითარებული და ძლიერი ავიაცია სწორედ იაპონიას აღმოაჩნდა. რის გამოც მათ თავისუფლად მოიპოვეს საჰაერო ბატონობა ცაში. არც ერთ იმ ეპოქის ქვეყანას არ ყავდა აზიაში იაპონელებთან მიახლოებული კლასის თუ სიმძლავრის ავიაცია. მაშინდელი მსოფლიო ჰეგემონი ბრიტანეთის კი აზიაში საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა. იაპონური ავიაცია ძირითადად შეტევით ოპერაციებს ახორციელებდა ზღვის ტერიტორიებზე. მთელი მათი სამხედრო მანქანის დოქტრინა სწორედ შეტევაზე და შეტევით მიღებულ გამარჯვებაზე იყო აგებული. წარმოიდგინეთ, იმ დონეზე იყო ასე ვთქვათ გათამამებული იაპონური სარდლობა, რომ მათთვის მიუღებელიც კი იყო თავდაცვისთვის ორიენტირებული ავიაციის განხილვა. თუ ვინმე ხარ ჩახედული იმ ეპოქის იაპონურ სამხედრო თემაში, გეცოდინებათ, რომ არმიის ძირითად ნაწილს სწორედ საზღვაო ფლოტი წარმოადგენდა. მისი ნაწილი იყო როგორც ავიაცია, ისე ფეხოსანთა არმიაც. როცა რაიმე საბრძოლო თვითმფრინავის პროექტირება იწყებოდა, უპირველესად ხდებოდა მისი დამუშავება როგორც საგემბანო ბაზირების აპარატისა. რა თქმა უნდა, ეს ძირითადად გამანადგურებლებს ამ სუბუქ ბომბდამშენებს ეხება. ისეთი მანქანა, რომელიც მხოლოდ სახმელეთო ბაზირებისთვის გამოდგებოდა, უბრალოდ არც კი განიხილებოდა. საზღვაო ავიაცია კიდევ ნიშნავდა იმას, რომ აპარატს უნდა ჰქონოდა მაქსიმალურად დიდი ფრენის სიშორეც, საკმაო მანევრირების საშუალებას და მრავალ მიზნობრივადაც გამომდგარიყო. ანუ შემტევი ტიპის ავიაციაზე იყო საუბარი მხოლოდ. იაპონურ სარდლობას არანაირი შიში არ ჰქონდა იმის, რომ მის კუნძულზე ვინმე შემოიჭრებოდა. სამხედრო დოქტრინით საზღვაო ძალებს მტერი ჯერ კიდევ კუნძულამდე არმისული უნდა გაენადგურებინა. მაგრამ როგორც ისტორიიდან ვიცით, პერლ-ჰარბორზე თავდასხმის გამო შური იძია ძიას სემმა. 1942 წლის 18 აპრილს მართლაც მოწმენდილცაზე მეხის გავარდნასავით იყო ამერიკული ავიაციის გამოჩენა იაპონიის ცაში. ვერც ერთი ბომბდამშენი ვერ ჩამოაგდო იაპონიამ მაშინ. დაუჯელად გავიდნენ მიზანზე ამხანაგი დულიტლის მიმინოები და დაუჯელადვე დატოვეს იაპონიის ცა. ხო, აი მათ კი მოიფხანეს თავი იაპონიის სარდლობაში. მთლად მიუდგომელიც არ ყოფილა ჩვენი კუნძულიო. ხო და საჭიროებასაც მიხვდნენ. საჭიროა ისეთი ტიპის გამანადგურებელი, რომელსაც ექნება სიმაღლე და სწრაფად ასვლის საშუალება. საკმაოდ დიდი სიჩქარეც იმისთვის, რომ მოახერხოს მოწინააღმდეგე ზედა ეშელონებზე მიმავალი ბომბდამშენის დაწევა. ასევე უნდა ჰქონოდა რაც შეიძლება დიდი კალიბრის შეიარაღებაც ბორძე, რომ ერთი ზალპით მოეხერხებინა იქ დახვედრილი და საკმაოდ კარგად დაცული საბორტე იარაღის მქონე ბომბდამშენის ჩამოგდება. იმასაც მიხვდნენ, რომ ამისთვის იგივე ფრენის ხანგრძლივობა არც ისე საჭიროა, ანუ ზეროსავით ლამის ნახევარი დღე ცაში გამოკიდება არაა საჭირო. აფრინდა, იპოვა, დადგა მიზანზე, ჩამოაგდო, დაფრინდა. მოკლედ ვთქვათ, გამოიწერა ახალი ტექნიკური დავალება. თანაც ორი ცალი ერთბაშად. 17C-20 და 18C-20. ერთი საშუალო, მეორე კიდევ მცირე მოქმედების რადიუსის გათვალისწინებით. არ მოვიტყუები და ჯერ კიდევ 38 წელს იყო ფლოტის მიერ ასე ვთქვათ შეკვეთა გახსნილი მხოლოდ სახმელეთო ბაზირების მანქანაზე. რასაც ხელი მოკიდა კიდეც ფირმა მიცუბისიმ და საბოლოოდ გააკეთეს J2M რაიდენი. თუმცა კარგა ხანი ატრიალეს ეს პროექტი იმის გამო, რომ ბოდიშით და სარდლობას ასეთი ტიპის მანქანამ არაკულტურულად რომ ვთქვათ ეკიდა. 42 წლის რეალობით უკვე ახალ საჭიროებებს ეს მანქანა აღარ აკმაყოფილებდა. არა და საბოლოოდ დახვეწების სერიის შემდეგ ის მაინც იქცევა ერთ-ერთ საუკეთესო გამანადგურებლად ოღონდ იაპონიის ფლოტისთვის. ახლაც მიუხედავად იმისა, რომ სარდლობამ თავი მოიფხანა, დიდად მაინც არ აჩქარებულან. ეტყობა იმ დულიტმა კარგად ვერ შეარყია.
ხოდა ტექნიკური დავალება 17C20 გადაუგზავნოს არა რომელიმე ბრენდ ავიამწარმოებელ ბიუროს, არამედ ტექნიკური უნივერსიტეტი კაიგუნ კოკუ ხომბუს კონსტრუქტორებს. მაინც მოცლილები არიან და როდესმე რამეს იზავენო. მაგრამ 43 წლიდან იაპონიის კუნძულებს პერმანენტულად ბომბობდნენ ამერიკელები. თან თუ ევროპის აუზზე ძირითადად მაინც B-17-ები დაფრინავდნენ, იმის გამო რომ მეტი სიშორე ჰქონდათ აქ უკვე სუპერ ციეხესიმაგრე B-29-ები გამოუშვეს, რომლებიც კიდევ მაღლა და ჩქარა დაფრინავდნენ ვიდრე B-17-ები. პლუს ეგრეთ წოდებული სასარგებლო დატვირთვაც მეტი მიჰქონდათ. სასარგებლო რა ახლა, ვისთვის როგორ და გააჩნია სარგებელი იმ ტვირთს ვისთვის მოხონდა. ხო და ამ მომენტში ასე ვთქვათ უკეთ და თან უფრო ხშირადაც შეირყნენ ვიდრე პირველ ჯერზე. ამიტომაც მცირედ აჩქარდნენ და ამ გუნდს დამატებითი ძალები მიულინეს. კონკრეტულად ფირმა კუგისემ გამოყო თავის გუნდიდან ხალხი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამხედრო ინჟინერი, წოდებით კაპიტანი მასაოკი ცურუნო, რომელიც ამავე დროს ფრინავიც იყო შეთავსებით. სწორედ მაგ ცურუნოს იდეოლოგიით შეიქმნა მეხის აეროდინამიკური სქემა. უნდა გითხრათ, რომ მასაოკიმ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. მან საერთოდ გაუკაფავ და გაუკვალო მინდორზე გადაწყვიტა გაევლო. იმიტომ რომ ექსპერიმენტალური მოდელების იქეთ სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ დაფრინავდა ასეთი იხვის სქემის აპარატი. ახლაც კი მაქსიმალურად ერიდებიან ასეთ სქემას ავიატორები. კი, მანევრულობით გამოირჩევა ასეთი მანქანა, რომ ჩამოთვალოთ უამრავი პლუსით შეიძლება აღმოვაჩინოთ. მაგალითად, ყველაზე მთავარი შეიარაღების ადგილი. როგორც მოგეხსენებათ, იმ ეპოქის ყველა გამანადგურებლის ბორტზე შეიარაღება იდგა ამ ფიუზელაჟის ცხვირა ნაწილში ძრავის თავზე, ამ ფრთებში. როდესაც წინ გამწევი ხრახნი გიდგას, იმისთვის რომ ის საკუთარი ტყუიამფრქვევის ან ქვემეხის ცეცხლით არ დააზიანო, საჭიროა გარკვეული სინქრონიზატორი მექანიზმის დაყენება, რომელიც უზრუნველყოფს შეიარაღების უსაფრთხო გამოყენებას. მაგალითად, იგივე გერმანელებს და საბჭოელებს ათვისებული ჰქონდათ ძრავის ბლოკებში ქვემეხის ჩადგმის პრაქტიკა. შედეგად ჯერო კომპაქტურიც გამოდიოდა, თან დამატებით მექანიზმსაც არ საჭიროებდა. როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერი დამატებითი თავის შესაბამის წონასაც მოიცავს, რაც მანქანისთვის არანაირად სასურველი არაა. მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, იაპონური ავიამრეწველობისთვის ძირითადად ჰაერით გაგრილებადი ვარსკვლავა ტიპის ძრავები მზადდებოდა. ანუ გინდა არ გინდა შეიარაღება უნდა დაგეყენებინა ამ ძრავის ირგვლივ, თან ისე რომ მასთან არ გადაკვეთილიყავი. პლუს ძრავს უნდა შეენარჩუნებინა გაგრილების სისტემაც. ასეთი მანქანებს შეზღუდულად უდგებოდა როგორც კალიბრი, ისე მისი საბრძოლო კომპლექტიც. იგივე ლავაჭკინით შეეჯახა ამ პრობლემას. თუკი მანამდე ლაგ-3-ზე ცენტრში 30 მმ-იანი ქვემეხის ჩადგმა შეეძლო, უკვე ლახუძე 20-იანზე მეტი კალიბრის დაყენება ვეღარ მოახერხა. ქვემეხის ადგილისთვის თავად ფიუზელაჟის კვეთის ფართობის გაზდა იყო საჭირო. რაც მეტი სიდიდის კალიბრს ჩადგავდი, შესაბამისად გამოიწევდა ფიუზელაჟის გაფართოებას. ეს კიდევ აეროდინამიურ მახასიათებლებზე მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებდა. ჩვეულებრივ და სერიულ ზეროს ისედაც ედგა წყვილი 20 მმ კალიბრის ქვემეხი ფრთებში, მაგრამ იმავე B-29-თან უკვე მეტი სიმძლავრე იყო საჭირო. ანუ გინდა არ გინდა უნდა მოიფიქრო ისეთი რამე, რომ კვეთის და შესაბამისად შუბლა წინაღობის გაზდის გარეშე დადგა მანქანაზე მაქსიმალურად დიდი შეიარაღება. იმისთვის რომ შეუზღუდავი კალიბრის იარაღი დადგა ცხვირა ნაწილში, ერთადერთი ვარიანტია იქიდან ძრავი მოაშორო, მაგრამ უძრავად მანქანა სამწუხაროდ ვერ იფრენს. ორძრავიანზე ისედაც არაა შეკვეთა. იმ ტექნიკურ დავალებაში ნათლად იყო გაწერილი მოთხოვნა ერთძრავიან მანქანაზე. ხო და ცურუნო მოიფიქრა, რომ ძრავი უნდა დაუდგას უკან და გამწევის მაგივრად დაუყენოს მიმწოლი ხრახნი. ამ მომენტში მანქანა სრულიად იცვლება, იმიტომ რომ ტრადიციული აეროდინამიური სქემა უკვე აღარანაირად აღარ გამოგადგებოდა. ძრავის უკან გადატანით იცვლება ასევე მანქანის შეთანწყობა და შესაბამისად მისი აეროდინამიური სქემაც. იმისთვის რომ ფთასხმულობის კლასიკური განლაგება შეინარჩუნო, მაშინ მოგიწევს ფიუზელაჟის გაყოფა და ორძელიანი კონსტრუქციის გაკეთება. ეს კიდევ ცურუნოს არ უნდოდა, მან ცალკე პრობლემები არ რთულდება და მძიმდება როგორც მართვის სისტემები, ისე საერთო კონსტრუქციის მასაც მეტი გამოდის ფარდობითად ვიდრე ფიუზელაჟიანი მანქანა. თან ტექნოლოგიურადაც მეტი კაცსაათი ჭირდება მით დამზადებას. ხო და მასაოკის მეტი არც რჩებოდა არჩევანი. აიღო იხვის სქემა, სადაც ფთასხმულობა წინ გადავიდა, ფრთა უკან დაიწია და მფრინავსა და ძრავს შორის მოხვდა. წარმოიდგინეთ ახლა რა პლუსები გამოუშვდა მანქანას. ცხვირა ნაწილი სრულიად განთავისუფლდა დიდი დიამეტრის ძრავისგან. ჯერ რომ გაჩნდა საკმაოდ დიდი ადგილი მსხვილი კალიბრის შეიარაღების დასაყენებლად თავისი საბრძოლო კომპლექტიანად. ამავე დროს მოიხსნა ხილვადობის პრობლემა, რაც იმ ეპოქის მანქანებისთვის საკმაოდ მწვავე ნაკლი იყო, თუნდაც აფრენა-დაფრენის რეჟიმში. იმავე კუდაშასიან აპარატებზე აფრენა საკმაოდ რთული პროცესია იმის გამო, რომ ცხვირზე აფარებული ძრავ-ხრახნის ჯგუფის გამო ასაფრენ ზოლს პრაქტიკულად ვერ ხედავს, სანამ გარბენისას აპარატი კუდს არ აწევს.
ფრინავის კაბინა ცოტა მაღლა აღმოჩნდა ვიდრე სხვა მოდელებზე, ასევე ფრთის უკან გადაწევამ გამოიწვია პრაქტიკულად მთელი წინა ნახევარსფეროს ხილვადობის გაუმჯობესება ყველა მიმართულებით. ასევე ძრავხრახნის ჯგუფის უკან გადატანამ გამოიწვია ისიც, რომ უარი ითქვა კუდა შასიზე. ცხვირა შასის არსებობა ბორტზე კიდევ ერთ-ორად აუმჯობესებდა აფრენა-დაფრენის პროცესს. მაგრამ სამწუხაროდ ავიაციაში იდეალური პრაქტიკულად არაფერი არაა. ყველაფერი რაღაც ხარჯზე კეთდება. იმავე ცხვირა შასი ბორტზე დამატებითი ზონაა მანქანისთვის. კუდა შასი ზოგ შემთხვევაში უბრალოდ კონსტრუქციის ნაწილის კი იყო ხოლმე, ან ძალიან მცირე მოცულობას იკავებდა ბორტზე. ამ შემთხვევაში კი მისთვის საგანგებო ნიშა იყო გასაკეთებელი თავისი ლიუკით. თუ კი კლასიკურ მანქანას 1 კილი ყოფნიდა, აქ მოუწიათ 2 კილის დადმა თან არა ფიუზელაჟზე, არამედ ფრთაზე, რის გამოც საჭირო გახდა თავად ფრთაც ისრისებური გაკეთებულიყო. ასევე პრობლემა შეიქმნა თავად ხრახთან მიმართებაშიც. გამწევი ხრახნის შემთხვევაში 3 ან 4 ნიჩაბის თუ ეყოფოდა აპარატ ძრავის სიმძლავრიდან გამომდინარე და დიამეტრით 3 მეტრზე მეტი შეგეძლო დაგეკეთებინა, აქ უკვე 6 ნიჩბიანი ხრახნის დაყენება მოუწიათ შეზღუდული დიამეტრის გამო. თან ცოტა მოგვიანებით ცხვირი რო წაიტეხეს იმისთვის რომ აფრენისას როდესაც მანქანა ცხვირს აწევდა ხრახნი მიწას არ გამოზდებოდა, უკან კილებზე დამატებით მომცრო ბორბლები დაუყენეს, რომლითაც აფრენისას დახრა შეუზღუდეს აპარატს. ანუ შასის განხრით მანქანას საკმაოდ ვირთიც მოემატა. ამ მანქანის კონფიგურაცია მართლებოდა იმ გაგებითაც, რომ იმავე ზეროსგან განსხვავებით მასაო კი გარკვეული სამოდერნიზაციო პოტენციალი ჩაუღდა მანქანას. სინამდვილეში მას თავიდანვე უნდოდა რომ მისი პირშო აღჭურვილიყო რეაქტიული ძრავით, იმიტომ რომ ტექნიკური დავალებით მოცემული პარამეტრების დაცვა სწორედ ასეთი ტიპის ძრავით იყო შესაძლებელი. ამიტომაც გუშიანი და ჰაერით გაგრილებადი ძრავის დადგმა მისი მოსაზრებით დროებითი ქმედება უნდა ყოფილიყო. მოკლედ ასე იყო თუ ისე, პირველ ვარიანტს მიეცა აღნიშვნა X18. აღსანიშნავია რომ ამ კონსტრუქტორების ჯგუფს წარმოდგენა არ ჰქონდათ ასეთი მანქანა როგორ მოიქცეოდა ფრენისას. როგორც უკვე თქვი, ბრმად მუშაობდნენ. ამიტომაც ხელმძღვანელობა მოიფიქრა რომ უნდა მოხდარიყო ჯერ უპილოტო პლანერის გაკეთება, რითაც მოხდებოდა ამ სქემის საფრენოსნო გამოცდები. ხო და 53 წლის აგვისტოსთვის ტექნიკური უნივერსიტეტის შეკვეთით სრულიად ხის მასალისგან დაამზადეს 3 ცალი ეგზემპლარი აუკეცვადი შასით. ისინი აღჭურვეს 22 ცხენისძალიანი ჰაერით გაგრილებადი 4 ცილინდრიანი ძრავებით და 2 ნიჩბიანი ხრახნით. მაგრამ იმისთვის რომ ჩემი ყბედობით არ გადაგალოთ, თუ როგორ მოხდა ამ მანქანის განვითარება, შემდეგ სერიაში მოგიყვებით. თუ ფილმი მოგეწონათ, წერით მაღლა მიმიკლიკეთ. თუ არ მოგეწონათ, წერით დაბლა. აუცილებლად გამომეხმაუროთ კომენტარებში. თუ არ გამოგიწერიათ, არხი გამოიწერეთ. გემშვიდობებით შემდეგ სერიამდე.